შეცვალა წლებმა და გამოცდილებამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიაში და ქალ ინგა გრიგოლიაში? ჟურნალისტ ინგა გრიგოლიაში ბევრი არაფერი არ შეცვალა, ძირითადად ისევ ისეთი ვარ, არავინ დაიჯერებს, მაგალითად სტუდიაში შემოსვლის წინ სულ ნერვიულობ. სუპერ ჯვარს ვიწერ, სანამ შემოვა. დღესაც? კი. სანამ არ ვიტყვი გამარჯობას, კამერა რო ჩაირთვება, აი პირველი 2 წუთი, იმიტომ ახome შეიძლება შემონოლო, აი ცოტა ეგეთი რომ სულ ნერვიულობ და მილიონჯერ მეკითხავს ჩემი კოლეგებისთვისაც, ხალხო, ეგეთი დღე გქონიათ, მე სულ ნერვიულობ. აი ამ თვალსაზრისით დღესაც იგივეა, დღემდე ვერ ვიტან დამოკიდებულებას ჩემს პროფესია, ვერც ერთ პროფესიაში ალბათ, მაგრამ ჩემს თავზე ვილაპარაკებ, როცა უყურებენ თუ არა რა მნიშვნელობა აქვს და შენ წაიყვანე გადაცემა და წადი სახში. დღემდე აი ამ პასუხისმგებლობებს მე ვერ გაურბივარ. მე არ ვიცი შენ შემთხვევაში როგორ სცენაზე რომ გადის მსახიობი, ალბათ იგივე ღელვა აქვს, ხო? არა. მე მსიამოვნე. მართლა. ღელვა მიკარგავს ხარისხს. წუთი ცუდად. ხო, რა მაგარია, მე ვერ დავცლი. ეგ შეიძლება შიშია. მე სულ მაქვს მღელვარება ყველა ეთერის წინ. და ცხოვრებაში რა შეიცვალა ინგა გრიგოლი? ცხოვრებაში, იცი რა, ალბათ ასაკმა მოიტანა, იმიტომ რომ ადრე ძალიან ბობოქარი ვიყავი, რაღაცნაირი გადარეული, რაღაც სხვანაირი და ეხლა სრულიად ვაკონტროლებ ჩემს ემოციებს, საერთოდ ვეღარ წარმომიდგენია, რომ ვინერვიულო, რაღაც პირადი ურთიერთობების გამო ღამე გავათენოთ, გქონია ეგეთი რაღაცები ადრე, რომ აი ნუ რაღაც, აი სულ ღელვაში, სულ ემოციებში მოცული რო ხარ თავიდან, ეხას ვაკონტროლებ და მომწონს, მაგრამ აი ხო გითხარი წეღარ, ესეთი რო უყოფილიყავი თვით კონტროლი, ძალიან მოსაწყენი ტიპი ვიქნებოდი კიდეც, ესე მგონია. ეხა ასაკიც ისეთი მაქვს რა, ხო, დაღვინებული, ოღონდ მომწონს. ძალიან მომწონს და ზუსტად ვიცი რა მინდა ცხოვრებისგან. და როგორ მინდა რომ ვიყო, როგორი მინდა რომ იყოს ჩემი ცხოვრება და ვცდილობ რომ არც მაქვს ამ საზღვრებიდან გასვლის, ბევრად უფრო მშვიდად ცხოვრობ. აი რა მოიტანა ცხოვრება. ადრე მაგალითად სახში მივდიოდი მხოლოდ დასაძინებლად. არასოდეს სახში არ მქონდა საჭმელი, იმიტომ რომ აი უბრალოდ უნდა დამეძინა. ეხა უფრო მე დროს ვატარებ სახლში. უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს სახლში. და უფრო მშვიდი ვარ, მომწონს ეს.